ცესკოს წინასწარი მონაცემებით აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა. ხელვაჩაურის საკრებულოს პროპორციული სია კოალიცია ქართული ოცნება 8 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა 3 მანდატი, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია 3 მანდატი, პატრიოტთა ალიანსი 1 მანდატი. რაც შეეხება მაჟორიტარებს 11 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 10 მანდატი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. 1 მანდატი კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ერგო. საკრებულოში პროპორციული სიით მანდატები ქედაში ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება 9, ნაციონალური მოძრაობა 3, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია 3 მანდატი. ქედის ორ საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა. დანარჩენი 7 ოლქი კი ქართული ოცნების მაჟორიტარმა მოიგო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიით ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა შუახევშიც. აქ ქართული ოცნება 9 მანდატით იქნება წარმოდგენილი, რაც შეეხება სხვა პარტიებს, ნაციონალური მოძრაობა 2 მანდატი, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია 1 მანდატი, პატრიოტთა ალიანსი 1 მანდატი, ერთიანობის დარბაზი 1. ერთმა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა შუახევში, 9 მაჟორიტარული ოლქიდან კი 8 მანდატი ქართულ ოცნებას ერგო. პროპორციული სიით ქართულ ოცნებას ქობულეთის საკრებულოში 7 წარმომადგენელი ეყოლება. ნაციონალურ მოძრაობას 4, პატრიოტთა ალიანსს 2, ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას 2. ქობულეთში მაჟორიტარული სიით ქართულ ოცნებას ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ეყოლება. აქ მმართველმა გუნდმა 14 მანდატი მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ 3, პატრიოტთა ალიანსმა 2, დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კი 1.